ეს გულკასტია და დღეს ვაპირებ ჩავატაროთ საჯარო გამოკითხვა პოდკასტთან დაკავშირებით. გამარჯობა. გამარჯობა. პოდკასტებს უსმენთ? იშვიათად. ვუყურებთ. დიახ, უსმენ. იშვიათად. როგორ არჩევთ თქვენთვის ასრულ პოდკასტს? TikTok-ზე თუ შემხვდება რამე დაკლეპური ვარიანტი, გადმოვდივარ და ვუყურებ. თემატიკასთან დაკავშირებით თუ რა თემა არის უფრო საინტერესო ან აქტუალური, მაგ იმასთან დაკავშირებით ვირჩევ პოდკასტს. ბევრნაირი შეიძლება იყოს ეგეთი, რაც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და მაგის მიხედვით. რავი, სოციალურ ქსელში. რა თემები გონიათ, რომ არ არის საკმარისად განხილული საჯარო სივრცეში? სკოლებში ფორმების არსებობაზე დიდი სიამოვნებით მოусმენდი პოდკასტს საქართველოს სამხედრო პოტენციალის შესახებ, ისეთი კარგი ანალიტიკოსისგან ალბათ. რავი, ალბათ თინეიჯერული ცხოვრების პრობლემებზე ხშირად არ საუბრობენ და ჩემი აზრით ეს. უფრო როდესაც ადამიანები გარდატეხის ასაკში გადადიან, ეცვლებათ თავისი ინტერესები და ზოგი ვერ ხვდება, რომ როდესაც გარდატეხის ასაკი იწყება, ყველაფერი იცვლება მათ ცხოვრებაში და გონებას უფრო არეულია და ჩემს ამაზე უფრო მეტი უნდა იყოს სასაუბრო. ჩემი აზრით, ყველა თემა არის განხილული საჯაროდ. ალბათ ახალგაზრდების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და პროფორიენტაცია. წარმოვიდგინეთ, რომ თქვენი ოცნების სტუმარი მოდის პოდკასტში, ვინ იქნებოდა და რატომ? ლევან ბერძენიშვილი. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველ თემებზე საუბრობს. იქნებოდა და რატომ? მადლობა. ალბათ კაკო. უცხოელი ადამიანების უფრო გამახარებდა, რომლებიც იქნებოდნენ თინეიჯერობიდან ახლახანს გამოსულები. გასაგებია, მადლობა.